Დაჩვევებულ ბრუნდებით იმედის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ტელეიმედის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ჩვენებას აქვეყნებს. საუბარია გიორგი მიქელაძეზე, რომელიც ტელეკომპანია იმედის 15%-იან წილს ფლობდა და გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ჩვენებიდან. ეს ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს. პროფესიით ვარ იურისტი, თუმცა დიდი გამოცდილება მაქვს სამშენებლო ბიზნესში. კერძოდ 2006 წელს მე და მიხეილ ძაძამიამ დავაფუძნეთ სამშენებლო კომპანია შეპესე ტექსტ ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. სწორედ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე დაინტერესდა ძველი ხელისუფლება, კერძოდ იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელთანაც ადრე მქონდა გარკვეული სახის შეხება და მიცნობდა. კერძოდ 2007 წელს მიმდინარეობდა მშენებლობა ქალაქ გორში და იმდროინდელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები დაგვიბარა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც გაგვაცნო აღნიშნული მშენებლობის პროექტი და შემოგთავაზა მიგვეღო მონაწილეობა. ვინაიდან იმ დროს არც თუ ისე ბევრი სამშენებლო კომპანია იყო, მინისტრი იცნობდა თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს. მათ შორის მეც და მასთან მქონდა კარგი ურთიერთობა. შეხვედრები მქონდა ძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, რომელიც მდებარეობდა ორთაჭალაში. ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დამიბარა დაახლოებით 2011 წლის ნოემბრის თვეში, რომელიც დამიკავშირდა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით. საუბარი შეხვედრისას შეეხო არა სამშენებლო საქმიანობას, არამედ ტელეკომპანია იმედის თემას. შეხვედრა ამ შემთხვევაში შედგა უკვე ახალ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზე. მითხრა, რომ პანამაში არსებობდა კომპანია რაკ ჯორჯია ჰოლდინგი, რომელიც ფლობდა ჯორჯიან მედია პროდაქშენის 90%-იან წილს ტელეკომპანია იმედის დამფუძნებლის და აღნიშნული წილიდან გარკვეული ნაწილი უნდა შემეძინა მე. რა თქმა უნდა, ფორმალურად უნდა გავფორმებულიყავი წილის მფლობელად. წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრა ჩემი ბიზნესის ლიკვიდაციით და ამასთან გამაფრთხილა, რომ ყველაფერი მარტო ბიზნესის წართმევით არ დამთავრდებოდა. ასევე მისი მხრიდან იყო მუქარა. აქვე დავამატებ, რომ არ მინდოდა საერთოდ მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში, ვინაიდან ვიცოდი ადრე თუ გვიან პრობლემები შემექმნებოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. გიორგი მიქელაძე ჩვენებაში სხვა დეტალებზეც საუბრობს, რომლებზეც ჩვენ შემდეგ გამოშვებაში ვისაუბრებთ. მამდე კი იმედის საქმესთან დაკავშირებით განცხადება ფინანსთა სამინისტროში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. საგანგებო ბრიფინგზე იმედის მითვისების სქემაზე ისაუბრეს. მოგვიანებით კი ჯოზეფ კეის ჩვენებაც გამოქვეყნდა იმედის გადაფორმებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს თბილისის მერსაც, თუმცა საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ამავე საკითხზე განცხადება მთავარმა პროკურორმაც გააკეთა და არ გამორიცხა, რომ საქმეზე საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს.